რატომ გამოიყოფა ამბიონი საკურთხეველს და შუა ტაძარს ერთმანეთისგან? რა დანიშნულება აქვს? ამბიონი განასახიერებს იმ ქვას, რომელიც გახსოვთ აღდგომის მომენტი სახარებიდან გახსოვთ ქრისტეს აღდგომისა. როგორ შევიდნენ მენასაცხებლე დედები მაშინ გამოქვაბულში, სადაც საფლავში, სადაც იესო იყო დასვენებული, როგორ შევიდნენ? გადაგორებული გახდათ ლოდი. ხო და აი ლოდს განასახიერებს. იქ მღვდელი უნდა იდგეს და ღვთის სიტყვას ქადაგებდეს. იქ გახსოვთ ანგელოზი რომ გამოეცხადა და რა უთხრა, რატომ ეძებთო ცოცხლებსო მკვდრებს შორისო. ხო და ამბიონი არის ადგილი, საიდანაც ღვთის სიტყვა იქადაგება. საკურთხეველი განასახიერებს სასუფეველს და თითოეული ადამიანი, ნახეთ როგორ არის საკურთხევლის კარებზე, სამეუფო ჭერზე, აღსავლის კარზე, საიდანაც მღვდელი გამობრძანდება და ქადაგებს. იქ რომელი ხატი არის თუ დაკვირვები ხართ? ხართ დაკვირვები ხართ სამეუფო ჭერზე, შუაში რო კარია საკურთხეველს, რომელი ხატია? ხარების ხატია. ხარება, როდესაც მთავარ ანგელოზმა გაბრიელმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ახარა. რა ახარა? რომ მისგან სამყაროს შემოქმედი და სამყაროს მხსნელი იშვებოდა. წარმოიდგინეთ. ხო და აი ამ ხარებით დაიწყო ის საღვთო განგებულება, რომ ადამიანი უნდა გადარჩენილიყო და სასუფეველში შესულიყო. ამიტომაც იმ კარზე არის ხარების კომპოზიცია გამოსახული.